გადაღება დავიწყე 2006 წლის მეორე ნახევარში. პირველი ჩემი კამერა იყო Canon 450D, ანუ ციფრულით დავიწყე გადაღება და რამდენიმე თვე მხოლოდ პორტრეტებს ვიღებდი მოდელების, ასე ვთქვათ, ლამაზი გოგოების. მაგრამ მე ვცადე ფილით გადაღება. პირველივე კადრი, რომელიც დავასკანერე, ასე ვთქვათ, იმდენად სხვანაირი იყო და იმდენად ლამაზი, ღრმა იყო და შუქის სხვანაირი იყო, სხვანაირად იყო აღბეჭდილი, ასე ვთქვათ, ფირზე, რომ იმის მერე ძალიან დიდი ხანი, სადღაც 2015 წლამდე ციფრული კამერით საერთოდ არ გადამიღია. მობილური ფოტოგრაფია კიდე ცალკეა ჩემთვის და ციფრულ ფოტოგრაფიასთან არ ვაკავშირებ. თავიდან ძირითადად ვიღებდი 50 მმ-ით და ყოველთვის გახსნილი მქონდა ხოლმე რატომღაც დიაფრაგმა 1/4-ზე, ანუ მაქსიმალურად რის საშუალებაც მქონდა. არ ვიცი ეს რატომ მოხდა, ან რის სიმბრალეა, უფრო ვფიქრობ, რომ რადგან ფაქტურები იყო ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი კადრების აწყობისას და დაალაგებისას, რატომღაც გახსნილ დიაფრაგმაზე მეგონა, რომ უფრო კარგად იკვეთებოდა ეს ფაქტურა და ფერები. თუმცა, საკმაოდ დიდი ხანი ვიღებდი სულ გახსნილი დიაფრაგმით, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში უკვე ნელ-ნელა შევცვალე ეს მიდგომა და 2-დან 0-ზე მეტად აღარ ვხსნი თითქმის არასდროს, ანუ ცოტა ფონიც მნიშვნელოვანი გახდა ამ შემთხვევაში და სადღაც 6-მდე ვხურავ ხოლმე, ვერ ვიტყვი რომ ძალიან დახურული დიაფრაგმით ვმუშაობ. მიყვარს რატომღაც, მიყვარს ნათელი ფოტოები, ამიტომ ძირითადად ვცდილობ ხოლმე რომ ექსპოზიციაც, +1 ან დაახლოებით რაღაც ესე მქონდეს. რაც შეეხება მობილური ამ შემთხვევაში არ გვაძლევს საშუალებას რომ ტექნიკურად ჩვენ თვითონ დავაყენოთ ყველაფერი, თუმცა თავისი დეტალები აქვს მობილურს საკმაოდ კარგად იღებს, ძალიან მომწონს და სულ სხვა მიმდინარეობა არის მობილური ფოტოგრაფია ჩემთვის რეალურად 2012 წელს დავიწყე პირველად მობილურით გადაღება და იმის შემდეგ აქტიურად შემიძლია ვთქვა, რომ მე მგონი არც ერთი დღე არ გასულა, როცა მობილური ფოტო არ გადამიღია და ძალიან შეუწყო ხელი ამას Instagram-მა, სანოსთი აპლიკაცია არის, რომელიც თავიდან შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებს აეტვირთათ მობილურით გადაღებული ფოტოები. ტექნიკური თვალსაზრისით, ძირითადად უფრო ვარეგულირებ ხოლმე აქაც ექსპოზიციას, აქვს ამის შესაძლებლობა და შეგიძლია ფოკუსი ერთ ადგილას გააჩერო, ასე ვთქვათ. ვამუშავებ ძირითადად VSCO Cam-ში და F2 ფილტრი არის ჩემი საყვარელი. ვერ ვიტყვი, რომ მაქვს რაღაც საოცნებო კადრი, რასაც გადავიღებდი, თუმცა თუ მობილურ ფოტოგრაფიას და Instagram-ს მის თვალსაზრისით განვიხილავთ, იდეალური ჩემთვის იქნებოდა ძალიან ბევრი მოგზაურობა და ყველა ჩემი მოგზაურობიდან ლამაზ-ლამაზი კადრები, ასე ვთქვათ. მიჭირს ხოლმე ეს რჩევის მიცემა დამწყები ფოტოგრაფებისთვის. ერთადერთი საკუთარი გამოცდილებიდან, რაც შემიძლია უთხრა, არის ის, რომ ძალიან ბევრი უნდა ათვალიერონ. დათვალიერების გარდა აუცილებელია, რომ ძალიან ბევრი ფოტო გადაიღონ. დამწყები ფოტოგრაფებისთვის ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ფირით დაიწყონ გადაღება. ყველაფრით გადაიღონ ციფრულითაც, ფირითაც, მობილურითაც და ნელ-ნელა მიხვდებიან იმას, რა არის მათი და რა უნდათ.